ძვირფასო მაყურებლებო, მეცნიერები ჩვენს გაოცებას კვლავაც აგრძელებენ, მათი თქმით, უახლოეს მომავალში ადამიანის ხმით ერთ-ერთი უიშვიათესი სიმსივნის ამოცნობას ადრეულ ეტაპზევე შეძლებენ. საუბარია ხორხის კიბოზე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ხმის იოგების სიმსივნური დაზიანება ადამიანის ხმას მცირედით ცვლის. ამ სხვაობის შემჩნევა ყურით შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა მექანიკური დასწავლის ალგორითმები შექმნეს, რომლებიც ხმის ცვლილებას აფიქსირებს. ახალი ხელსაწყოს გამოყენებით ხმის 13,000-მდე ჩანაწერი გაანალიზეს, ჰარმონიისა და ხმაურის თანაფარდობის საშუალებით მეცნიერებმა ხმაში ისეთი ცვლილებები აღმოაჩინეს, რომლებიც მიანიშნებდა იოგების დაზიანებას სიმსივნური იყო თუ არა. მართალია მექანიზმის დახვეწას დრო სჭირდება და მომავალში ამ კუთხით არაერთი კვლევის ჩატარება იგეგმება, თუმცა არსებული მიღწევები ხორხის კიბოს დიაგნოსტირებაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მეცნიერთა ჯგუფის თქმით, რამდენიმე წელში შესაძლებელია ისეთი ხელსაწყოს გამოცდაც დაიწყოს, რომელიც ხმის იოგების დაზიანებას გააანალიზებს. საკითხის აქტუალურობას ემეტყველებს სტატისტიკაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2021 წელს ხორხის კიბოს დიაგნოზი მსოფლიო მასშტაბით მილიონზე მეტ ადამიანს დაუსვეს. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დაავადების დიაგნოსტირებისთვის ამჟამად ცხვირის ენდოსკოპია და ბიოპსია გამოიყენება. მადლობა, არჩილ.